ჩინელი მხატვარი საქართველოში საკუთარ შემოქმედებას პირველად წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ჩენ ჩუნიონგის ექსპოზიციას უმასპინძლებს. დამთვალიერებელი ნახავს ავტორის ფერწერულ ნახატებს, სადაც საკუთარი ქვეყნის გამორჩეული ბუნება, უნიკალური პეიზაჟები და ხედები აქვს გადატანილი. ნამუშევრები ძველი ჩინური ტექნოლოგიებით და უნიკალური სტილითაა შესრულებული. უნიკალური ლანდშაფტი და ბუნება, რომელიც ამ ქვეყანასა და მის კულტურულ მრავალფეროვნებას გამორჩეულ ფენომენად აქცევს, სტილოებზე ასახული პეიზაჟების სახით უკვე თბილისშია. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის შემდეგ 50-მდე ფერწერული ნამუშევარი დროებით ბინას ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაიდებს. ექსპოზიცია ჩინელ მხატვარს ჩენ ჩუნიონგს ეკუთვნის და საქართველოში პირველად იფინება. ამ გამოფენის იდეა ავტორს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პეკინში ზურაბ წერეთლის ნამუშევრები იხილა და ქართული კულტურით დაინტერესდა. მხატვარით ჩენ ჩუნიონი მოვიდა იქ გავიცანით და ლაპარაკი საქართველოს აიგან ხარ საქართველოს რაღაცა შეიძლება თქვენთან გამოფენა ისა გამოფენის გაკეთებაო ვასიკოსთან ერთად ვიყავით ერთად და კი რა თქმა უნდა გვაქვს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და დიდი სიამოვნებით გავაკეთოთ დავხმართ თავისთან გალერეაში გალერეა აქვს პირდაპირ პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდზე მივედით ნახეთ მოგვეწონა იმიტომ რომ განსაკუთრებული ისა ტექნიკა არის გოხუა ჩინური დაბეჭდება ან შოლგზე ან ბრინჯის ქაღალდზე ტექნიკა და ფერთა მრავალფეროვნება მართლაც განსაკუთრებულია. ამ ექსპოზიციის შესაქმნელად ავტორი წლების განმავლობაში მუშაობდა. ჩვენმა ათასობით მილი გაიარა, მოინახულა ცნობილი მთები და მდინარეები იმისთვის, რომ ის პეიზაჟები, რომელიც მერე ტილოზე გადმოიტანა, მაქსიმალურად რეალისტური ყოფილიყო. ამ ექსპოზიციით ახლა ჩვენც ვიცით, როგორია იანძის სამხრეთით მდებარე რეგიონების ულამაზესი ხედები და გობის უდაბნოს ჩრდილოეთით მზის ჩასვლა. ფერწერული ტილოებია შესრულებული ძველი ჩინური ტექნოლოგიით, აბრეშუმზეა დახატული, არის გამოყენებული ტუში, ასევე ფერადი საღებავები არის მიღებული ბუნებრივი მასალისგან და მინერალებისგან, რაც ქმნის ესეთი ინდივიდუალურ ფერს, ანუ თვითონ მკაფიო არის უფრო და უფრო მდგრადია ვიდრე აკვარელი. ჩენ ჩუნიონგი 1970 წელს ჭანგჭოუში ფუძიანის პროვინციაში დაბადებული მხატვარია, რომელმაც განათლება სხვადასხვა პრესტიჟულ ხელოვნების სკოლებში მიიღო და ახლა მის გამოცდილებას ახალგაზრდა თაობებს უზიარებს. მონაწილეობს მსოფლიო მასშტაბით გამართულ გამოფენებში და მისი ტილოები დაცულია კერძო კოლექციებში. ბატონ ჩენს შეუძლია ოსტატურად და მოქნილად გამოსახოს ტრადიციები და ბუნება. მისი უნიკალური სტილი მის ფერწერულ ტექნიკას უხილავს ხდის, რომელშიც უჩვეულო შარმი და ორიგინალურობა ვლინდება. ჩვენ ჩამოვიტანეთ ეს ნამუშევრები თბილისში, იმიტომ რომ ვფიქრობთ, ეს რომანტიკული განწყობები და თემები ძალიან ჰგავს ერთმანეთს ავტორის ნამუშევრებსა და საქართველოში. გამოფენა სახელწოდებით სამყარო მშვიდობაში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 24 ივლისს გაიხსნება და 31 აგვისტომდე დარჩება.